Am სამმა ჩვევამ დამეხმარა პირველი $10,000 გაკეთებაში ონლაინ. პირველი, ყველა ამბობს, რომ აუცილებლად უნდა გაიღვიძო დილით, რომ ბევრი საქმე მოასწრო და ყველაფერს ამბობენ სწორად. მაგრამ თუ შენ გინდა პროდუქტიული დილა გქონდეს და არა უბრალოდ უფრო ადრე გაიღვიძო და იგივენაირად გავიდეს დღე, როგორც სხვა დღეებში, მაშინ შემდეგი დილისთვის უნდა მოემზადო წინა საღამოთი. ანუ წინა საღამოთი დაგეგმე შემდეგი დღე. რომ დილით ნეირორესურსი არ დახარჯო, ბევრი გადაწყვეტილება არ მიიღო და ამით არ გადაწყვეტ დოპამინ სისტემა. ამიტომაც პირველი ჩვევა წინა ღამით მთელი დღის დაგეგმვა. მეორე, მაქსიმალურად შეზღუდე მომენტალური სიამოვნებები. მაგალითად, მე ძალიან მიყვარს ვიდეო თამაშები, მაგრამ ვიდეო თამაშს არ ვეკარებოდი, სანამ პირველ $10,000 არ მივაღწიე სტაბილურად. მაგრამ ახლა ხანდახან შემიძლია ვითამაშო, მაგრამ მაინც ვცდილობ მაქსიმალურად შევზღუდო თამაშის დრო. ზუსტად იმ მიზეზით რომ მინდოდა მეტი ფული დავანებე თავის სიგარეტს, მარიხუანას, ალკოჰოლს ისედაც არ ვსვამდი, იმიტომ რომ ეს ყველა ნივთიერება ატყუებს ტვინს და იმ მომენტში ხდის ბედნიერს და ვითომ ილუზიურად წარმატებულს და გავიწყებს ყველა შენს პრობლემას. თუ გინდა ნორმაზე მეტი გამოიმუშაო, იმდენი გამოიმუშაო, რამდენიც არ აქვს 95%, შენ არ უნდა გაიქცე რეალობას. არამედ უნდა შეიგრძნო ის. ამიტომაც მომენტალური სიამოვნებებისგან მაქსიმალურად თავის დაღწევა. განსაკუთრებით თავი უნდა დააღწიო შხამიანი ნივთიერებებისგან. პირველზე არის ალკოჰოლი, მეორეზე არის მხუთავი აირი და ნიკოტინი, ანუ სიგარეტი, ნებისმიერი ვეიპი, იქნება ელექტრონული სიგარეტი თუ ჩვეულებრივი. და მესამე THC, ანუ მარიხუანა. აუცილებლად თავი დაანებე ამ სამივეს. თორე ისევ დარჩები იქ სადაც ხარ. და ხო, რადგან არ თქვი, არ ნიშნავს რომ უნდა აკეთო. ყველანაირი პორნოგრაფია დაივიწყე და რაც შეიძლება სწრაფად იპოვე პარტნიორი. და ბოლო მესამე ჩვევა. თუ გინდა ონლაინ გამოიმუშაო, ესე იგი გჭირდება ონლაინ კლიენტები. ონლაინ კლიენტები არიან სოციალურ ქსელებში და არა მხოლოდ ონლაინ. ნებისმიერ ბიზნესს გჭირდება პრინციპში ონლაინში გამოჩენა დღეს დამეთანხმები. ამიტომაც ჩვევაში კონდეს, როგორ ხასიათზეც არ უნდა იყო, გადაიღო მინიმუმ 1 ვიდეო ყოველ დღე. მერე როცა დაასტაბილურებ და ფსიქიკა მიეჩვევა ყოველდღიურ ვიდეოებს, შეგიძლია ერთ დღეში 7 ვიდეო გადაიღო და დანარჩენ დღეებში არ გადაიღო. უბრალოდ ატვირთო ყოველ დღე. რა თქმა უნდა, მარტო ეს სამი ჩვევა არ არის, კიდე უამრავი დეტალია, რაც უნდა გაითვალისწინო, მაგრამ მოდი ჯერ ამ სამი ჩვევით დაიწყე. თუ სასარგებლო იყო ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერე ჩემი გვერდი და თუ გინდა მეგობარსაც დაეხმარო, გაუგზავნე ეს ვიდეო მას.